ირაკლი კობახიძემ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა. რიგით მეშვიდე კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ოცნების პრემიერი სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე გაფართოებულ შეხვედრას დაესწრო, რომლის მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეკავება იყო როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით. კობახიძეს მოუწია პირადად მოესმინა ლიდერებისთვის, რომლებიც რუსეთის შეკავების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სამიტის მონაწილეები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მინდა მივულოცო მაია სანდუს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ევროპამ გაიმარჯვა, მოლდოვამ გაიმარჯვა და მადლობა ვინც წვლილი შეიტანა სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში. ახლა დროა ვიმოძრაოთ წინ. ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება რეალური პროგრესი. უკრაინამ დაასრულა სკრინინგის პროცესი და ჩვენ მზად ვართ პირველი კლასტერის გასახსნელად. ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც შეთანხმებულია. ეს ნამდვილად გააძლიერებს ზოგად მდგომარეობას. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ იმავე დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსიები. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება და ევროპის მასშტაბით ჩარევასურს, რაც არ უნდა დაუშვან. ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, რომ პუტინს არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დაბომბების გაგრძელება, არამედ ევროპის მასშტაბით სხვადასხვა საშუალებით ჩარევასურს. იქნება ეს საჰაერო სივრცის დარღვევა, კიბერშეტევები თუ რაიმე სხვა სახის თავდასხმები. ჩვენ ამას ყველა საშუალებით უნდა ვებრძოლოთ. ეს ყველასთვის მკაფიო შეხსენებას წარმოადგენს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს არ ეხება. ეს ყველა ჩვენგანის ღირებულებებისა და თავისუფლების საკითხს წარმოადგენს. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ. კოპენჰაგენის სამიტი დღის ბოლოს შეაფასა ირაკლი კობახიძემ ოცნების პრემიერის თქმით, მან არაერთ ლიდერთან შეძლო გასაუბრება, რადგანაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კობახიძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა იყო ეკონომიკური უსაფრთხოება, ევროპული დამოკიდებულებების შემცირება. რგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე კობახიძემ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუადერეფანში ქვეყნის როლზე ისაუბრა. ადმინისტრაციის ცნობით ასევე საქართველოს შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამოლაპარაკება მოახერხა. კომუნიკაციის ამსახველ კადრებს ოცნება თავად ავრცელებს. კობახიძემ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის ადგილი ქვეყნების ალფავიტის მიხედვით დალაგების შედეგად დაიკავა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, კობახიძე სამიტზე მხოლოდ იმ მიზეზით მიიწვიეს, რომ ფორმატი ევროპის კონტინენტზე არსებული ყველა ქვეყნის მონაწილეობას ითვალისწინებს. მათი თქმით, რეალურად ოცნების მიმართ დასავლეთის პოზიცია უცვლელია და ამას ადასტურებს ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესი, რომელიც საქართველოს სწორედ ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როდესაც ამის პარალელურად ფაქტიურად ევროსაბჭოში წინ მიდის პროცესი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროსაბჭოშიც კი საქართველოს წევრობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი ისთვისაც კოპენჰაგენში ვიზიტს გამოიყენებს კობახიძე, ეს არის რაღაცა PR კამპანია, რომ ვიღაცა დარჩენილი მისი მომხრეები დაარწმუნოს იმაში, რომ მას თითქოს ვიღაც სადღაც ელაპარაკება. რეალობა კი არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი განცხადება ევროპელი ლიდერების, რომელიც მიანიშნებს რაიმე ცვლილებაზე ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ფორმატები და პლატფორმები, სადაც რა თქმა უნდა ლეგიტიმურობის ნიადაგზე ამის მიხედვით არ იწვევენ ხოლმე ლიდერებს, არის გარკვეული პლატფორმები, სადაც ყველა ასე ვთქვათ, ფორმალური თუ არაფორმალური თუ ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური ლიდერი იკრიბება, რაც შეეხება აქ ყოფნას ხოლმე, აქაც ჩანს ხოლმე თუ როგორ არის იზოლირებული ივანიშვილის რეჟიმი და მათ შორის უშუალოდ ეგრეთ წოდებული პრემიერი კობახიძეც, რაც შეეხება პარალელს მის შარშანდელ პარალელს მაია სანდუს და მაია სანდუ გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს ძალიან კარგი მეგობრული მათ შორის და პარტიული ურთიერთობა ყველა დასავლელ ლიდერთან განსხვავებით კობახიძისგან, რომელიც ყველას მიერ არის უარყოფილი და რა თქმა უნდა ყველას მიერ მიჩნეული არის აი ამ ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სახედ, რაც შეეხება მის ნარატივებს, ეს ნარატივები ყოველთვის არის რუსული ჰიბრიდული ომის გახმოვანება ხოლმე. მე არ ვიცი რა მესიჯები ჩავა კობახიძე დანიაში, ერთი რაც ვიცი,
რომ ეს მესიჯები არ მოემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს მოლოდინი ნამდვილად მაქვს. შესაბამისად, ძალიან ნათელი და მკაფიო ასევე ისიც, რომ ევროკავშირმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მიუხედავად ამ ვიზიტისა და მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე იმყოფება დღეს დანიაში, ევროკავშირის პოლიტიკა და ევროკავშირის დამოკიდებულება ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ არ იცვლება და ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიული განვითარების გზაზე. კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული გაერთიანების სამიტში ირაკლი კობახიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას არ წარმოადგენს და ის არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. დანიის საგარეო უწყების განცხადებით, დანიამ და ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის, გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო. დანია ინარჩუნებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია წინა 6 მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა. კითხულობთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.